სტომატიტი არის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ძირითადად გამოხატულია ტკივილი, ჰიპერემია და შეშუპება. ეს დაავადება შეიძლება იყოს პირის ღრუს ნებისმიერ ადგილას, მაგალითად ტუჩზე, ენაზე, სასაზე, ან შეიძლება მოიცავდეს მთლიან პირის ღრუს. რა არის სტომატიტის გამომწვევი მიზეზები და რა სიმპტომები ახასიათებს მას? ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი, თერაპევტი გვანცა ფეტელავა. ძირითადად გამომწვევი სტომატიტის მიზეზები არის ბაქტერიული ინფექციები, ვირუსული ინფექციები, სოკოები, შეიძლება მექანიკური, თერმული და ტრაუმული დაზიანებები. ვირუსული დაზიანებებიდან მნიშვნელოვანია ჰერპესის ვირუსები, რომელიც ძირითადად გამოიხატება ბავშვთა ასაკში, დაახლოებით 6 თვიდან 5 წლამდე და იწვევს სპეციალურად კონკრეტულად დამახასიათებელი ჰერპესის ვირუსი. ამ დროს გამოხატულია ბუშტუკოვანი წყლულები, რომელიც სკდება და წარმოქმნის ნაწიბურს. საკმაოდ მტკივნეულია, შეიძლება დამახასიათებელი იყოს ტემპერატურის მომატება, ლიმფური ჯირკვლების გადიდებაც და ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. სოკოვანი დაავადებების დროს ძირითადად გამოხატულია პირის ღრუში თეთრი მოთეთრო ფერის არშიასავით გადაეკრობა ხოლმე, რომელიც შეიძლება შეხებით იყოს სისხლდენი და მტკივნეული. ბაქტერიული ინფექციების დროს ძირითადად, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია, ხშირი ავადობაა ბავშვებში, საკმაოდ ხშირია ამ დროსაც პირის ღრუში გამოხატული სტომატიტები, ასევე შეიძლება ვიტამინების დეფიციტის დროს, ძირითადად არის ხოლმე ბეჭდგუფის ვიტამინების ნაკლებობის დროს, როდესაც გამოიხატება სტომატიტები და არის ალერგიული ფონიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ეს ელემენტარული საკვებზე, შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიკამენტებზე, რამაც შეიძლება ადგილობრივად გამოხატოს სტომატიტები. ძირითადად ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა არის აფთოზური სტომატიტები, რომელიც ესეთი ერთეული წყულობის სახით გამოიხატება და ჭირდება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მედიკამენტოზური მკურნალობა და საკმაოდ მარტივად სწრაფად ლაგდება. იმ შემთხვევაში, თუ თქვათ, თანდართული არის რამე ქრონიკული პათოლოგიები ან იმუნოდეფიციტი, ხო, რა თქმა უნდა, უკვე მულტიდისციპლინური მიდგომა გვინდა და კომბინირებულად ხდება მკურნალობის დაგეგმა. გვანცა ფეტელავამ მკურნალობის მეთოდზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სტომატიტის დროს აუცილებელია დიეტის დაცვა და კვების რაციონიდან ცხარე, მჟავე, ლაშე საკვების ამოღება, რადგან ეს ხელს უწყობს დაზიანებული მიდამოების ღაღიზიანებას. ძირითადად მკურნალობაში არის ხოლმე ანთების საწინააღმდეგო მალამოები, იგივე სავლებებით შეგვიძლია, როგორც არის ოდიანი, გვირილომცენარეული, არსებობს გელები სხვადასხვა ადგილობრივად, რომელიც ისმევა ტკივილის კუპირებას, რომელიც უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნო, რომ თავის მხრივ სტრესიც, ფიზიკური დატვირთვაც, გადაღლაც, ისიც რაღაც დონეზე მოქმედებს, რომ შეიძლება წარმოიქმნას პირის ღრუში სტომატიტი. ჩვენ როგორც სტომატოლოგები ძირითადად მაინც შემოვიფარგლებით ხოლმე ადგილობრივი დამუშავებით, ანტიბაქტერიული, ასე ვთქვათ, მიდამოს დამუშავებით და შემდეგ უკვე სახლის პირობებში ნიშნავთ ხოლმე სავლებებს და მალამოებს, რომელიც ძალიან სწრაფად და მალე ალაგებს ამ პროცესს. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად აი ბავშვებში არის ხოლმე ხშირად ლიმფადენიტებიც, ანუ გადიდებული ჯირკვლები, ანუ ტემპერატურა 2-3 დღეზე მეტი, როდესაც ფიქსირდება, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის ჩართულობა პედიატრის და უკვე იწყება კონკრეტული თუ ჰერპეს ვირუსი, ანტივირუსული მედიკამენტები, თუ სოკოვანი არის მიზეზი, რა თქმა უნდა, ანტიმიკოზური მედიკამენტები და ასე ვთქვათ, მულტიდისციპლინური მიდგომით მკურნალობთ ყოველთვის.